გავარჯობათ ხალხო. გიჟი არ გეგონოთ ისა, ნუ პრინციპ შეიძლება გეგონოთ. ხალათი რომ აცვია, მაგრამ აქ რო ვიჯექი შემცივდა. რატო ვიჯექი? ისევ აქ ჩავსვი ჩემს ჩხილების მაკრატელი, ისევ გავუკეთე დამცავი რომ სანამ ავდგებოდი აქვე გავუკეთე დამცავი რომ არ დავაწყვიტო მეთქი ძირს. ჩავდე ეს. ბელუსი არ ვიცი თუ მიყურებ ძვირფასო. გახსოვს შენ რომ გამოვიგზავნე გერმანიიდან აი ეს კბილის ჩხილი უნდა მეთქვა. შუშის კლიპი დღემდე მაგას ხმარობ და ის ერთი მეორე რომელიც მაქვს კიდე ახალი ჯერ არ გამიხსნი. ძალიან მაგარი არის. ფაქტიურად უცვეთი ეს არის შუშა, მინა. ასე მაქვს. ცოტა მანიკურები მისვი არახი. აი აქ ისიც დაზიანებული მაქვს ჩხილი. აქ ერცლილი მაქვს. აღარ ისავქენი. ხო და მანიკურის წასმა არ მინდა. აზრი არ აქვს ახლა, იმიტომ საღამომდე ვიცი გამეცლება. საერცხი გამოირთო და დავფინო. საერცხის დაფენვის შემდეგ ვაპირებ, რომ ის ოთახი დავალაგო. გამოგაო და მე გამოვწმინდო ის შპალიერი, სადაც უნდა გავაკრათ ეგ. მე აი არ ვიცი, ამას გავიხდი დამცხა. ანუ უბრალოდ ეხლა რომ ვიბოძრობას დავიწყებ, გავიხდი. თუკორება გაჭერილი ხარ, რო კუჭე ეკაბაკ. ხო რაღაცა უნდა მეთქვა, მოიცა? ხო. პერიოდულად მჭირს ხოლმე ესეთი რაღაც, რომ ძალიან მინდება ხოლმე ხატვა. რაღაცა რო გავაკეთო. და რო ვერ ვარჩევ ხოლმე რა გავაკეთო, მაგ დროს უფრო ვიბნები ხოლმე, ანუ რო გინდა რომ დახატო, მაგრამ არ იცი რა დახატო. გინდა ისიც, მაგრამ არ იცი რა დახატო. რა თქმა უნდა, მე სულ ხატავ ხოლმე ისე, რომ კარგი მორჩე, გაიცვითა შვილო ეკატა, ერთი კატა მეორე სალო ყავს და გაიცვითა, უკვე აღარ შეუძლია დაიძინე შენც. ისა ყიდი ხოლმე მე რა თქმა უნდა და ძალიან მომწონს. ძალიან რაღაცნაირად ჩემში ზის ეს ქვების ამბავი, ქვების გოგოები. მახსოვთ თქვენ რამდენი გავაკეთე, რა ვიცი, ალბათ ერთი 50-მდე მაინც გავყიდე ქვების გოგო. ვფიქრობ, რომ ცოტა კარგი შვილო, აი მე გეფიცები შეგავბეზრდი. გონია რომ მებლოკავენ. კარგი. გადაბრუნდი ახლა ცოტა ხანი მენჯი დაასვენე, 2 საათი ილოკება. შევწუხდი. აღარ ალოკო. კარგი, ქალო, კარგი. ბიჭო, კარგი. ეყოფა, შვილო, ეყოფა, გალოკილია უკვე, კარგი. აღარ გალოკო. არ შემახო ენა. ძეძა, გაცვითა საწყალი. უყურე. ისე დაიწყო. აი მე რა ეშველებ. ნერვოზ დავებართა, ხო, გამიხურდა, ძალიან ნერვოზ. გამიხურდა კერა და გამირთულდა. დავიდე ავიტანოთ. თან პარალელურად შევაერთოთ ტელეფონი. ჩუმბეტყოთ. არ დამიგვია ესენი, უბრალოდ მივალაგე რაღაცეები, არ დამიგვია, იმიტომ რომ ნიავია და სანამ მოუტრიალდები იგივე დაემართება ამას. რაღაცა უნდა მექნა. ხო, არაფერი წყალი უნდა ამეყოლებინა, მაგრამ ბარი მივით ავიყოლებ წყალს და მოდი, ცოცხი ავიტანოთ და ის რომ უნდა მოვგავოთ. და ერთად გავაკეთოთ ეგ ამბავი. ხო და რას ვამბობდი და აი კატის სიმან გადამავიწყა. ლოკვამ. ქვების გოგო. აი ეს რო ჯერ ეს გავაკეთე კედელზე და ამის რას ქვია კაცო ინსპირაცია თუ რას გადავიტანე ხეზე და რო გავყიდე მე ფლობად 50-მდე მაინც და ეხა გადავწყვიტე რომ მსგავსი გავაკეთო როგორც მაშინ 20 ცალი რო გავაკეთე თუ გახსოვთ კოლექცია მასე გავაკეთე ხო ცოტა პატარები ის იმას ვყიდდი 50 ლარში ხოლმე და სადღაც აი 30 ლარის ფარგლებში რო გავაკეთო და გავყიდო
რა თქმა უნდა ისე, იმიტომ ძირითადად რაღაცას ვაკეთებ ხოლმე მყიდი. აი ეს. აქ როგორი ეკოა იცით? ნინო ისწავლე შენ? კი, ახლა მოვში. მორჩისუ. აი ეს უნდა გამოვგავ და გამოვწმიდო ოღონდ ჯერ. აუ, აქ თქონდა იყო შეაერთე და თუ ვინმე დარეკავს მითხარი რა. შეიტანე ეს თუ შეგახ. აი, გამოვში. ეს აღარ მინდა დამცხა. ის მინდა. ეს ხო არ მინდა ეს დილასთან საზომად რო გამოვიყენე ესა. შტატივი. ხო თქვენ რომ მითხარით. რამდენი ხანია ბაზრობაზე ვიდიხარ და წებოს უჩევაო. სინამდვილეში წებო გამახსენდა, მაგრამ უკვე ნაყიდი მქონდა. ახსაცმელებს ესე ვალაგებ ხოლმე რომ აქედან ადვილად დაბლიდან ადვილად უწვდები რომ გავრეცხო. რადგან შპალიერი ვიყიდე ნენელა ეს აქავრობაც ისიალაგდება და კაი იქნება. ხო და გამახსენდა, მაგრამ შპარიელებს მოვაპროტიალობდი უკვე და ძიმე იყო რა. აღარ მივტრიალდი. ხო და იმ ქვების გოგოს უნდა ეგ ამბავი. წებო. რომ ეს ქვები მივაწევო. მაგრამ ქვებამდე მასალა მაქვს და სახერხი, მასალა მაქვს, ნახეთ. ეს ჩემი მასალა. მასალა და სახერხი, დასახურეთი, დასახატი, ქვები ბოლოს. ხო და ვფიქრობ, როგორც მაშინ კოლექცია გავაკეთე. აუ, აქ რო შემოვდივარ და სანამ გავდივარ ხოლმე, ვთვრები. იმიტომ რომ ნახეთ. ღვინო. ეხა კიდე რა უჭირს, რო დუღდა აი მაშინ იყო საშინელება აქ შემოსვლა. ბავშვებო, კუკურა ხარ. ხარ არიან ჩემი ვარიკელები? 1, 2, 3, ყველანი ადგილს დია. დავასვენებ ჩევარდოს ახლა, იმიტომ რომ დღეს ნამეტანი იმუშავა. აქ ვაერთებ ხოლმე დამაგრძელებლით. იქ კი არის შტეფცელი. კუხნაში ახლა აქამდე რა შეიძლება ვერს გაგიჩინეთ. კითხვა ეკამდე რატო ვაგრძელე. მაგრამ ნება ეს ხალხმა. უბრალოდ ამაზე არ მიფიქნია, რაც ეს სარეცხი მანქანა მაქვს. Samsung-ი რომ მქონდა, რამდენჯერაც აი ამ, რა ვიცი, ახლებულ შტეფცელ თუ რასაც ქვია, რომ ვაერთებ ამით. თორე იქ არ მაქვს შესაძლებელი. სულ ადნობდა და იქ გარეთ კიდე აი ნიკოლოზის დროინდელი დგა. იმას ვერაფერს ვერ უშვებოდა. ეხლა სარეცხი კიდე კი მაქვს გასარეცხი, მაგრამ ეს არის ცოდვა, ხა მეოთხედ დავატრიალებ ახლა. ეს ნახეთ რა. მათ სივრიდან გამოვიღე, რომ ნინო დაიღალა და მეთქი შვილი აქედან აიღე. გამოვახარშინე თეთრები. ეხლა მას გამოვიღებ, გავფენ და დავიწყოთ ჩვენ დალაგება, კაი? კაი. სადაფენ არ ვიცი, სავარაუდოდ წანდელ დაფენილებს ავკრებ. შემოდი შიგნით. შემოდი. აბიხ. გოგო. შემო. დროზე აიქრა. მერე მივიჭირო ხელი. რა გინდა მან? ფარდანახსა დავწავა კონციალე. მიშლი და ხელს. ესე ეს დავრეცხე 4-5 და აქ ნახეთ. კალათაში ხო არეტეო, ტაშჩიც არეტეო. კაი ვრეცხავ. მე რაც ავრეცხავ, კაცო სარეცხს მანქანა რეცხავ.
დამუთოვებელი არავინ არ ამყავს. ნახე, იქითაც არის, იქით ხარ ეს. ეს ნახე. ეს უფრო კაია, ხო? კაი, ქალო. აბა წავედით. დავიწყოთ დალაგება. აი აქ შემოდიან ძაღლები. აი იმ ადგილას გავაგდებ. და მეშინია იმ წიწილების. ამ ქვებს დავალაგებ. მანქანა რომ უნდა შემოვიდეს, ავიღებ. ახლა, რასაც ვიღებ, ცოტა მაღლა ვალაგებ და მე ვეღარ წვდები. ეხლა ერთი აქ უნდა დავდო, რომ ვერც ერთი ვერ შემოეკონციალოს. ერთს კიდე აი იქ დავდებ. ავი რაღა დავდო, აღარ ვიცი. წინაზე ბარბარეს თქვა დაალაგებეთი და აი ესეთი პაწაწინები დაალაგა, როგორც კენჭები ეგ ელაგა აგე იქ. ერთხელ სავარაუდოდ ფეხებზე დამყრება. მე ვფიქრობ, რომ აი ამ გრძელი ფიცარს იქაც მივაბავ სხვა ფიცარს და აქეთაც და ასე დავადებ ხოლმე. რაღაცნაირად არის რა. ანუ რკინას ვერ გავუკეთებ. ადრე რა ქვია ტოლიო თუ რას ეძახიან. მე იქ რაღაცა მაიკა მიშლის. სქელი რო იყო და ისინი შურუპეს თუ რაღაცა და ესე მანქანის ფართუკები რო მასე გაათრევდნენ, გამოათრევდნენ და კარგად იყო ხოლმე. და მე ხშირად რო იხსნებოდა კარები მოძძვრა. რკინას ვერ გავუკეთებ, იმიტომ რომ რო ვაღებ გარეთ ასვალცედება და მაშინ ვერ გაიღებ. ანუ გამოსავალი ის არის ჩვენ უნდა დავასხათ ბიტონი სწორად. მარტო იქ ხარ დავასხავ, აქ შეხედე. ყველგან დასასხმელი ბიტონი არის, მაგრამ გაფუჭებული არა ძველი. ხო და სანამ მაგამდე მივარ თქვები ელაგოს. ძველი კი ყოველ ასულაზე დაალაგე და ის ქენი თუ ვერ დაუმისდე მაინც შემოდიან. არაფერს არ იზავენ აი პატარა ქათმების მეშინია თორე. სხვა რა უნდა აზია. აბა შევპროციალდეთ. აქ შიგნით. მეტი არ დამიბლოკავს. არ დამიბლოკოს უთო. თქვენ აბანოში უნდა ნახოთ ხოლმე ეს, უნდა ნახოთ რაღა და უნდა მოусმინოთ. მოკრით დავიწყოთ, დავალაგოთ. ჯერ გამოგავთ, მერე გამოვწმინდოთ. ოდ კარგად გამოვწმინდოთ. რაფებიც უნდა დავწმინდოთ, ფანჯრებიც უნდა დავწმინდოთ. ოთახის დალაგებას ვიწყებთ. აი მუქი აქ გაეკვრებოდა იქ. ხო, ამის კარების რესტავრაციაზე მითხრეს, რომ რავი რაღაცეები რა, რამდენიმე ისმის თუნდაც შუშების მაგალითად რომ დიქტი იყოს, მაგრამ ეს შუშები რა მოუწოდს, ეს შუშები არის ძალიან ძველებური სტილის. და ამ შუშებს ვტოვებ. ამას კარგად გავწმინდავთ.
მარტო გავლაკავთ. და ასეთი ფაქტორი თან იცი რა ეს კალიდორისთვისაც კარგია, იმიტომ რომ სინათლე შემოვა. ანუ ესეთი შუშები არ არის რომ რამე ჩანდეს რა არის. მომწონს ეგრე. ძველებურია, მაგრამ მომწონს. მოკლედ დავიწყოთ ახლა დალაგება. შევიხარ კურსიჩიზე რეგისტრირდება. მეტი შანსი არ არის. მოიწოდოს, ეს არის სურათარი. ალბათ ერთი, რა ვიცი, 3 პირი გულიანად გამოუწმინდე. და დავიღალე. ფანჯრებიც ისე რა, ტვერი გავაცალე, მარტო დიდი არაფერი. ისა აი მსხვილი დაუყვები ფენით. ეს არის ძველ ადრე როცა ეს გავაკეთეთ დამეზარ რაღაც. ხო და იმის მერე შუშებს რო წვენდავდი ხოლმე ცოტა სვაცლები რა და კიდე ასაცლილია კი რა და სვასაცლილია კი. და როგორც ვიცი ფენით ადვილად ანუ გააცხელებ ადვილად ძრება და მასე გავაცლე. იმედი არ გავანათე. ეხლა მას გავრიცხავ და ერთ პირს აქ გამოუსმევ ყველგან. დავიღალე. ვითომ დაუთოებაც მინდოდა, მაგრამ რა ვიება. აი ხან მოვჩი მეტი ხო თქვი. არ მოვჩი. იმიტომ ამბობ, რომ რაღაცას რომ მიყვე აუცილებლად. ნინო აი ამ ნაგუც ვედრას მე წამოვიღებ და ცოცხი, არა ცოცხი იყოს. ანუ ხო თქვი ხა მოვჩი მეთქი და სულ იმას ვამბობ, რომ ანუ რომ მიყვე საქმე სულ იქნება, არ არსებობს, რომ საქმე არ იყოს. პლოშატკა დასაგველი, ოღონდ ყველა ვარიანტი და აი ეს ფეხსაცმელები ეგ რო ჩანს პლოშატკაზე. ეგენია დასაეცხი. აი ეს ფეხსაცმელებიც უნდა დავრეცხო. ეს არის ახლა რომ მეცვა შიგნით და ნახეთ სულ თეთრი არის. ფეხურებს ტოვებს, ამიტომ ამას გავრეცხავ და ანუ რემონტის დროს იქ ვაცვია ხოლმე რა. აცვია ლაშას უფრო სწორად. ეხლა რომ მივყვე ბევრი საქმეა ისევ დარჩენილი. თვითონ დახერხვა მინდოდა, მაგრამ ეს ავატყობ, რომ ეგ დამიბნელდება ეგ ამბავი. და დავჩები და ესეთი აზუნკლული დასაბანი. ამიტომ მოდი რაც უბრალოდ თვალში მოსადები არის იმებს გავაკეთებ. საცმელებს დავრეცხავ პლოშატკას დავგვი. წაღო თქვი არ უნდა დავგავო მეთქი, იმიტომ რომ ქარია. საერთოდ აღარ არის ქარი. ოდნავადაც კი. ამიტომ სანამ ხა გეიმნაგვის სვედრას გავიტან, რაც ჩაეტევა ეს ფოთლები ჩავყრი და გავიტან და მე ვიბანავი და მეგონი დღევანდელი დღე დამთავრდა. ის მე ხო იმას ვუყურებ სერიალს რა ქვია ეშერეფის სიზმა ეშერეფი არა ეშერეფის სიზმა ხო და მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგრად ესენ სასაღები მაქვს მაგრამ მე ზარება გაუთოება მაგას ჩავრთავ და ისე დავაუთოებ ცოტას მაინც რომ თავი მოვატყუო და ვუთხრა რომ ხო შენ დღეს დააუთოვე რაღაც საქმე გააქვს შენ აშკარად შედადეგი აი ეს კი ვეცადე უზენაძე არ მშვენის ხვირი გაგეზრდები აბა მოდი
ცხილის ტკივა. კოდით რატო იჭერ მე თუმეტეს ძირში? ცოტა არა? აი ამაში? აქ არა წვერზე, მარცხენა ნესტოში. წვერზე არა, აქეთ. ხო რა, ან მარცხენა ნესტოს საერთოდ თავთან აქ გარედანაც ეთყობა სიწითლე. ცოტა აი ეს ნესტოა ოდნავ შესიებული შეწითლებული და თავს რო ესე წევა ეგ მინდას გიშვება მიმძიმდებაო. ანუ ამ ადგილას აქ. ნერი აი ეს. და აშკარად სიწითლე აქვს და რა შეიძლება იყოს? შეგინდა შევხედე რა ანუ ბავშვობაში რაღაცა მსგავსი ტიპის რაღაცა მქონდა. მე მგონი ამას აქში არა, უფრო ზუსტად ამ ნესტოზე. ძირმაგარა არ იყო, აი რაღაცა იყო რა. და მახსოვს როგორ მტკიოდა. სუცრებლები მოვდიოდა ხო. მე არ ვიცი, მაგრამ შეგინდანაც არაფერი არ უჩანს, რომ ან რამე მუწუკი იყოს ან რაღაცა და რა შეიძლება. ხვალე ვნახოთ და თუ არა და ის ნოვანახო. ქვემოთ არის ექიმი, მაგრამ არ ვიცი ისახში. ნუ ლაშა გაარკვევს ალბათ მაგას. ყელყურცველისა ყვალ. კაკასთან. ესეც დღევანდელი დღე. მიდექ მოდექით ჩაიარა. იქით მიდექი, იქით მოდექი, ამას თავიღებ ახლა რომ მივალაგო. აი ეს კაკალი მინდა რომ გავშალო სადმე რომ კარგად გაშვეს, მაგრამ ვერ ვშლი ვერსად. ანუ ისეთი ადგილი არა მაქვს, რომ გაწვიმდეს არ დასველდეს. ვერ ავშლი. ხვალე ვფიქრობ, რამე მასალით გავშალო და ზედ დავუყარო და თუ რაღაცა ეგრევე ავიღო. ხვალე აპარას. დღეს გეგმაში მქონდა გუშინ ვამბობდი სამსახურში, რომ ხუთ ჩაპათს მეთქი რა კაია ბავშვებს სკოლაში გავუშვებ, ლაშა სკოლაში წავა და მე მადონასთან წავალ, მეთქი რომ მეიხანია მადონასთან არ მიჭორავია, მეთქი და არ მიღუღუნია მე ჩემი ბიძაშვილთან, მაგრამ გოგო რა გაგაგიჟამ ხელა ქალი. მე მაგრამ ესე ჩაიარა დღე, იქით მიდექი, აქეთ მოდექი, ანალიზი რო გააკეთო, დღეს რა გააკეთე, აი, იფიქრო. აი ის რო იყო გასაკა. არა, არც ის. აბა რა გააკეთე? არა და გააკეთე. რაღაც მომენტებში მზარმაცობ ხოლმე, აი რო დავჯდები თუნდაც ყავას რო ველოდები, ყავას რო დავლებ, შეიძლება ყავის დალევი და ნახევარსათი კიდე ვიჯდე. არა, რა შავდება. ოღონდაც არა. ეხლა იცი რატომ ეხალისება რაღაცების გაკეთება საღამოთი, რო ვიცი უნდა აბანო შევიდე და ვიბანაო შორენა, რო უნდა ვიბანაო და სულთან გამოვიდე. საერთოდ არ მაინტერესებს რა დონეზე გავიმტვერები ეხლა. აი ეს დროს უნდა დავგავ, პლოშეტკა უნდა დავგავ, იქით ეზო უნდა დავგავ. კიდე რა უნდა ვქნა, ფეხსაცმელები დავრეცხო. ამას უნდა სადღაც 20 წუთი. ყველაფერს ერთ ნაგავით რო გავიტანო. საჭმელი არ გამიკეთებია დღეს შეგნებულად. იმიტომ რომ სუპი არის. რაღაცა კერძი არის. ბულიონი მინდა და გამიკეთებინა, მაგრამ სტაფილო და ბრინჯი არა მაქვს. აქ ლელასთან გავუშვი და არ აქონდა. ხვალელობიოს დავდგავ ხმელობიოს. გეგმები დავალაგებ. მოკლედ წავედი ხამ ყველაფერს გავაკეთებ და ფილმთან ერთად თუ სერიალთან ერთად ცოტა წავუვუთოვებ, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, რომ კი კაცო დღეს ხო დავუთო. აბარა. წავედი. შა. კარგად.